კითხვა არის შემდეგი. თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენ მუდმივად თქვენს მიმართ რაღაცა დანაშაული გვაქვს ჩადენილი და რატომ გინდათ, რომ დაბადების პირველივე წუთიდან დღემდე ჩვენ ვიგრძნობთ თავი დანაშაულები თქვენს წინაშე? რატომ? ერთი შეკითხვა მაქვს იმ დედებთან, გამწარებული ვარ ხე რაღაცები მოხდა და დღეს უდავს მე შეკითხვა. დედებთან, რომლებმაც გავყიდეთ მე ჩვენი გაყიდვით ცხოვრება აიწყეთ, გათხოვდით და ოჯახდით, რაღაც პატრიოტული ქალების სახელები გაქვთ და დღეს რა ჩვენ რო გამოვჩდით, გაქვთ პრეტენზიები, რომ ჩვენ როგორ ვიდავთ, რომ გამოვჩდით. კითხვა არის შემდეგი. გუშინ მქონდა ძალიან კარგი დღე, ორ ადამიანს ვუპოვეთ დედა. მე ვუპოვე პირადად ორ ადამიანს დედა და ერთი ქაბოტონი შეხვდა ამ ყველაფერს ძალიან კარგად და თქვა რომ არ ამბობს შულზე უარსა პირიქით იღებს ამ ყველაფერს ძალიან ადეკვატურად და მეორე ბიჭი ისე დავიპოვეთ. ამ ბიჭის პოსტი არ გვიდევ ჯგუფში და ქამოიც რამბავი მოაწყო შენ როგორ ვიდავ და როგორ ჩდები ჩემ ცხოვრებაში. ანუ ამბის ისეთი ამბავი მოუწყო რომ არ ვიცი გეგონება ამ ბიჭმა რამე დააშავა 44 წლის წინ რაღაცა ისეთი დანაშაული ჩაიდინა და დღემდე 44 წელია ამ დანაშაულს პასუხი უნდა აქვს. თქვა ხო არა ფრედ. ისე ამ დედებს მინდა მივმართო და უთხრა რომ ყველაზე მეტი სტატისტიკურად ყველაზე მეტი შეგეძლოთ წაიკითხოთ ყველაზე მეტი სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანი არის ზუსტად გაშურებული ბავშვი. იცით? და თუ იცით რომ გაშურებული ბავშვები მთელი ცხოვრება ცხოვრობენ დანაშაულის შეგრძნებით და მთელი ცხოვრება საკუთარ თავს თვლიან ყველაფერში დანაშაულით. იცით? ეს ჩვენი ბრალი არ არის. შეიძლება არც თქვენი ბრალი არ არის, მაგრამ თქვენ კიდევ უფრო მეტად გვიმატებთ აი ამ რაღაც დანაშაულის შეგრძნებას და რა ვიცი მესმის რომ არ აღვიქვავთ თქვენ შულებად, მაგრამ ადამიანური მომენტი მაინც გამოიჩინეთ ჩვენს მიმართ რა.